მოგესალმებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოგიდგენთ ვებინარს ბავშვის ქცევა, რა განსხვავება აღზრდასა და თავისუფლად გაზრდას შორის. მე ვიქნები აღნიშნული ვებინარის ფასილიტატორი, ნათია შერბაკო. ბავშვის აღზრდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად ყველაზე რთული პროცესია, რომელსაც მშობლები, მასწავლებლები და ბავშვთან მომუშავე სხვადასხვა სპეციალისტები ყოველდღიურად ვაწყდებით. ხშირად ჩნდება კითხვა, სად გადის ზღვარი აღზრდასა და თავისუფლებას შორის, რამდენად მნიშვნელოვანია წესები და საზღვრები და რა პასუხისმგებლობა შეიძლება ჰქონდეს თითოეულ ადამიანს აი ამ პროცესში და ამავდროულად ჩნდება კითხვა, როგორ შევინარჩუნოთ ბავშვის ინდივიდუალურობა, არჩევანის უფლება და დამოუკიდებლობა. დღევანდელი ვებინარის მიზანი გახლავთ უკვე გავიაზროთ ეს საკითხები და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება შევქმნათ გარემო, სადაც ბავშვი თავს დაცულად, მიღებულად და თავისუფლად იგრძნობს, ხოლო ზრდასრულები გავხდებით მათი განვითარების მხარდამჭერები. მოხარული ვარ, რომ ამ თემაზე სასაუბროთ დღეს ჩვენთან არის ევროპის ბიჰევიორისტული და კოგნიტური საზოგადოების მიერ აკრედიტებული კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპევტი, ფსიქოთერაპევტი ანა ღვინიანიძე, რომელიც გაგვიზიარებს პროფესიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას და სიამოვნებით გადავცემ ანას სიტყვას. ანა, გისმენთ. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, ასევე მადლობა წარდგენისთვის. ვაფასებ იმ ცნობის მოყვარეობას, რომელიც აღძრა ამ საკითხმა და ვუყურებ, რომ დამსწრეები გვემატებიან, შესაბამისად ეს ძალიან სასიხარულო რამ არის. თვითონ საკითხი, რომელიც შენ შემომთავაზე და ნამდვილებით არის თანამედროვეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მე ძალიან მოკლედ ვიტყვი საკუთარ თავზე იმას, რომ მე ვმუშაობ ზრდასრულებთან, მე ვარ ზრდასრულთა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი, თუმცა რა თქმა უნდა, ზრდასრულებთან თერაპიული ურთიერთობის დროს ძალიან ხშირად ჩვენ ვაწყდებით ზუსტად აღზრდაში დაშვებული ცდომილებების, რა თქმა უნდა, შედეგებს და ფსიქოთერაპევტები ზოგადად ვმუშაობთ ზუსტად ამ შედეგებთან. ეს შედეგები არის წარმოდგენები საკუთარ თავზე, წარმოდგენები გარესამყაროზე და ზოგადად ირგვლივ მყოფებზე და რა თქმა უნდა, ამავდროულად ჩვენ ვმუშაობთ მათ შორის აღზრდის დადებით შედეგებთანაც თავისთავად, ხო? იმიტომ რომ ადამიანების უმრავლესობას შეიძლება ითქვას, რომ ცალსახად, ასე ვთქვათ, უარყოფითი გავლენები ბუნებრივია არ მიუღია აღზრდიდან. კეთილი, ეს არის მოკლედ მე სიწარდგენაც მინდოდა. მე არ ვარ ბავშვთა ფსიქოთერაპევტი, თუმცა ბუნებრივია განვითარების ის საფეხურები, რომელიც ადამიანმა გამოიარა, თავისთავად ფსიქოთერაპევტს, მათ შორის ზრდასრულთა ფსიქოთერაპევტს ეხება. ეხლა ეს იყო ძალიან მოკლე შესავალი, რომ მე შემომესაზღვრა ჩემი პასუხისმგებლობა, ასე ვთქვათ, ადამიანებს სწორი წარმოდგენა ჰქონოდათ იმასთან დაკავშირებით ვარ და რას წარმოვადგენ, ხო? და შეგვიძლია გადავინაცვლოთ უშუალოდ ვებინარის შინაარსობრივ მხარეზე. იმედია პრეზენტაციას ხედავთ და გაზიარებულია მკაფიოდ ჩანს ყველაფერი. დღეს მე რაც ავირჩიე, ეს არის ეგრეთ წოდებული კავშირზე დამყარებული აღზრდის ცნება. ხო? კავშირზე დამყარებული აღზრდა ეს არის სხვაგვარად დასახელებული ავტორიტეტული აღზრდის სტილი. ხო, ზოგადად როგორც ვიცით, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ან იდენტიფიცირებული და გამოყოფილი არის აღზრდის რამდენიმე სტილი. ხო? და კავშირზე დაფუძნებული აღზრდა ეს არის სხვაგვარი სახელდება და სხვაგვარი დასახელება ზუსტად იმ ეგრეთ წოდებული ავტორიტეტული აღზრდის სტილისა, რომლისკენაც სასურველია ალბათ თითოეული მშობელი ილტვოდეს. ხო? ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც კავშირზე დამყარებული აღზრდის ასე ვთქვათ, მომხრეებს აქვთ, ხო, რა თქმა უნდა, ეს არის როგორ მართავდნენ შენი მშობლები უშედეგობისა და უსუსურობის განცდას.
დღეს შესაძლოა მე ცოტა მეტი ვისაუბრო მშობლებზე და არა ბავშვებზე და ეს არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ სინამდვილეში აღმზრდელების ფსიქიკური კეთილდღეობა, ისევე როგორც აღმზრდელების გაწონასწორებული მდგომარეობა არის ერთ-ერთი ცვლადი, რომელიც ბუნებრივია ზემოქმედებს მათ შორის ბავშვის მდგომარეობაზე და შემდეგში განაპირობებს იმ შედეგებსაც, რა შედეგებით დასრულდება და რაც თორეა გაგრძელდება აღზრდის რაღაც უბრალოდ განვითარების სხვადასხვა საფეხური. ხო? ეს კითხვა არ არის შემთხვევით დასმული კითხვა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მცირეწლოვანი ადამიანები, ბავშვები ზრდასრულებში ძალიან ხშირად აღძრავენ უსუსურობისა და უშედეგობის განცდას. ხო, მაშინ, როდესაც ჩვენ ვისურვებდით, ხო, აი ჩამოგვეყალიბებინა რაღაც განსაზღვრული ქცევა. ჩვენს შვილებში იქნება ეს თუ ჩვენს ახსაზრდელებში ზოგადად, ხო? ბავშვები ზოგადად ხასიათდებიან იმითი, რომ ისინი ხშირად უწევენ წინააღმდეგობას აღმზრდელის ძალისხმევას, რომ განსაზღვრული ქცევის ჩამოყალიბება მოხდეს მარტივად. საბოლოოდ ბავშვობის ასაკის თავისებურება ზუსტად ეს არის და ესეც უნდა იყოს, ხო, როგორც ახლა თანამედროვე დაუშვათ მკვლევრებიც გვეუბნებიან, ბავშვი არის სწორედ ის და ისეთი ცოცხალი არსება, რომელიც რა თქმა უნდა მისი განვითარების თავისებურებებისგან გამომდინარე უპირველეს ყოვლისა, თავისთავად ვერ ახერხებს ბუნებრივია რაღაც მითითებების იქნება ეს თუ ზრდასრულის სურვილის, მათ შორის საუკეთესო სურვილისაც, ხო, საუკეთესო განზრახვის ზედმიწევნით ზუსტად გათვალისწინებას. ამიტომ ძალიან ხშირად აღმზრდელებს უწევთ მარცხის განცდასთან, რომელიც სინამდვილეში აღინიშნება ბრაზით და უზულურებისა და უშედეგობის განცდის წინაშე პირისპირ დგომა. და მნიშვნელოვანი არის, როგორ ვუმკლავდებით აღმზრდელები აი ამ მდგომარეობას, ხო? შემდეგი, რაზეც მე მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს არის ძირეული და ზოგად ადამიანური მოთხოვნილებების ჩამონათვალი, ხო? მე ვისაუბრებ ამ შემთხვევაში სქემაზე ფოკუსირებული კოგნიტური თერაპიის თანახმად და ვისაუბრებ ამ თერაპიული მიდგომის წიაღში არსებული მოთხოვნილებების ჩამონათვალზე და ვეცდები, რომ თითოეული მათგანი განვსაზღვრო მეტნაკლებად მოკლედ თავისთავად, ხო? ეს არის გასათვალისწინებელი არის ის, რომ ეს მოთხოვნილებები ასაკის მატებასთან ერთად ამ მოთხოვნილებებს უпростоრად ჩვენ გავთ სინამდვილეში ეს არის მოთხოვნილებები, რომლებიც დაბადებიდანვე, ხო, თუ კი დაბადებამდეც არა, იმიტომ რომ ეს სადაო საკითხია თავისთავად, ხო, მაგრამ დაბადებიდანვე ცალსახად გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, ხო, და ეს ზუსტად ამიტომ იწოდება ეს ზოგად ადამიანურ მოთხოვნილებებად და ამ მოთხოვნილებების ჯეროვანი დაკმაყოფილების გარეშე, რა თქმა უნდა, ყალიბდება რაც განსაზღვრული რწმენა წარმოდგენები, მაგალითად გარესამყაროსთან, საკუთარ თავთან და ირგვლივმყოფებთან დაკავშირებით. როგორც წესი დაუკმაყოფილებლობა, ჯეროვანი დაუკმაყოფილებლობა, ასე რომ ვთქვათ, უბიძგებს ადამიანებს, რომ მათ გაიშინაგნონ ძირითადად უარყოფითი შინაარსის შემცველი რწმენა წარმოდგენები, ხო? რა თქმა უნდა, მოკლედ ვისაუბრებ წარმოდგენებზე, თუმცა ჯერჯერობით შევჩერდეთ ძალიან მოკლედ, რა არის ეს საერთოდ ადამიანური მოთხოვნილებები, ხო? იმიტომ რომ ხშირად ვახსენებთ ამ მოთხოვნილებებს, მაგრამ დასახელებას ვერ ვახერხებთ, ხო? აი რომელი მოთხოვნილება, მაგალითად ადამიანებს როდესაც ეკითხებით, რომელი მოთხოვნილება არჩა დაუკმაყოფილებელი რაღაც კონკრეტულ გარემოებაში თუ გარემოში, ხო? მათ ძალიან უჭირთ დაასახელონ უბრალოდ ეს მოთხოვნილება, ხო? ეს რა თქმა უნდა ერთი მხრივ დაკავშირებული არის მათ შორის ემოციების როგორც შუამავლების ცნობის, ხო, ანუ მის სირთულესთანაც, ხო, იმიტომ რომ რაც ადასტურებს მოთხოვნილების არსებობას, ეს არის ემოცია, ხო, თავისთავად, იმიტომ მოთხოვნილებასა და ცოცხალ არსებას შორის, ხო, მოთხოვნილებასა და ჩემ შორის. კარგით, ახლა მოთხოვნილებების ჩამონათვალს რაც შეეხება, ხო? პირველი მოთხოვნილება, რა თქმა უნდა, ეს არის უსაფრთხოების, უბნებლობისა და დაცულობის მოთხოვნილება. ეს უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მოიცავს სხეულის უსაფრთხოების მოთხოვნილებას, სხეულის დაცულობის, მისი უბნებლობის და ხელშეუხებლობის მოთხოვნილებას.
რომელიც თუ კი დაუკმაყოფილებელია, ბუნებრივია, რომ ყალიბდება ისეთი რწმენა წარმოდგენები, როგორიც არის მაგალითად სამყარო მტრული ადგილია. ხო, ანუ სამყარო საფრთხით სავსე ადგილია მაგალითისთვის, ხო? განჭვრეტადობას და წინასწარმეტყველებადობას რაც შეეხება, ეს არის მოთხოვნილება, რომ ჩემზე მზრუნველი ადამიანის რეაქციები, ჩემზე მზრუნველი ადამიანის პასუხები, ჩემთვის იყოს განჭვრეტადი. ხო, ეს განჭვრეტადობა ნიშნავს იმას, რომ მე მეტნაკლებად ზუსტად შემიძლია განვსაზღვრო რა შემთხვევაში რას შეიძლება ველოდო ჩემი აღმზრდელისგან. ხო? აი ეს არაწინასწარმეტყველებადობისა და განუჭვრეტელობის ძლიერი განცდის მქონე ადამიანები ზოგადად აღნიშნავენ, რომ მათზე მზრუნველი პირები იყვნენ განუჭვრეტელები, ანუ მათ უჭირდათ განესაზღვრათ მათი მზრუნველი პირისგან რა შემთხვევაში როგორ გამოხმაურებას მიიღებდნენ. შესაბამისად, მათ აქვთ ესეთი მუდმივ მოქმედი შფოთვის განცდა, რომ ისინი მუდმივად უნდა იყვნენ გაფაციცების მდგომარეობაში და მუდმივად თან რაც მთავარია ეულოდნენ საფრთხეს. აი ხშირად მაგალითად მშობლები, რომელთაც მოწესრიგებული არ აქვთ ურთიერთობა ისინი ხასიათდებიან ფეთქებადობით, ასე რა ვთქვათ, ხო? ეს ადამიანები, როგორც წესი, შემდეგაცემის მოლოდინს, ეგრეთ წოდებულს, ხო? იმიტომ რომ მათთვის მშობლის ესეთი რისხვა, ხო, დაკავშირებული იყო მგრევასთან და რაც მთავარია დაკავშირებული იყო ელოდასთან. ანუ ეს ელოდის მდგომარეობა არის მდგომარეობა, რომლისგანაც ადამიანები თითქმის ყველაფრის ფასად ვცდილობთ თავი დავიცვათ. იმიტომ რომ ეს არის უკიდურესად უსიამოვნო მდგომარეობა. შემდეგი რაც არის, ეს არის საზრდოობა. ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი, სხვათა შორის ნასაზრდოები არის ინტელექტუალური თვალსაზრისით, დანამდვილებით, მაგალითად, ჩემს პრაქტიკაში ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომელთაც უკმაყოფილი ზუსტად ინტელექტუალური საზრდოობის მოთხოვნილება, თუმცა დაუკმაყოფილებელი აქვთ ემოციური საზრდოობის მოთხოვნილება, რომელიც ამავდროულად ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის არის, რომ დაკმაყოფილდეს, ხო? შემდეგი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნილება, ეს არის დამოუკიდებლობის მოთხოვნილება, რომელიც გამომდინარეობს უნარიანობის განცდა და იდენტობის განცდა. მარტივი კითხვები რომ დავუსვათ აი ამ მოთხოვნილებებს, ხო? ძირითადად ადამიანები კეთილი, კარგით, უნარიანობის განცდას რაც ეხება, ხო? ეს არის განცდა იმისი, რომ მე შემიძლია გავუმკლავდე ყოველდღიურ გამოწვევებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოთხოვნილებებისა და ემოციების გამოხატვის თავისუფლება, რომელიც პირდაპირ არის დასახელებული მოთხოვნილებაში, რა ტიპის მოთხოვნილებასთან გვაქვს შეხება, ხო? და სპონტანურობა და თამაში, ისევე როგორც სამყარო რეალისტური შეზღუდვებით. აი ამ ასე ვთქვათ, სამ მოთხოვნილებაზე ოდნავ მეტ ხანს შევჩერდები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს დანამდვილებით უკავშირდება აღმზრდელების საქმიანობას, მათ შორის მასწავლებლების საქმიანობასაც. რაც შეეხება მოთხოვნილებებისა და ემოციების გამოხატვის თავისუფლებას, ეს ნიშნავს იმას, რომ მე განსაკუთრებით ბავშვობის ასაკში მაქვს სრული თავისუფლება გამოვხატო ის, რასაც ვგრძნობ და ამავდროულად არ მეშინოდეს, ხო, ანუ თავი ვიგრძნო უსაფრთხოდ გამოხატვის დროს. ხო, ეს ნიშნავს იმას, რომ მე არ დავისჯები იმის გამოხატვისთვის, რასაც ნამდვილად განვიცდი, ხო? თავისთავად, აი ეს ნამდვილად, რასაც განვიცდი იმ ყველაფრის გამოხატვის თავისუფლებაზე ფუძნდება იდენტობის განცდა, ანუ ვინ ვარ მე და შემდეგ ფუძნდება სპონტანურობა და თამაში, ხო? სპონტანურობა და თამაში შეგვიძლია ადამიანებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ თავს ვგრძნობთ უსაფრთხოდ, საკმარისად უსაფრთხოდ იმისთვის, რომ თამაში ჩავიკარგოთ, ასე ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ თამაშს სჭირდება ის, რომ მე შემერო, ვთქვათ და ამავდროულად შემეძლოს დავივიწყო ჩემი აღმზრდელი და მისკი მე არ ვშიშობ, რომ მე მას დავკარგავ.
თავისთავად. ეს არის ზუსტად სპონტანურობის და თამაშის მოთხოვნილების ნაწილი. და რაც დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი, ასე ვთქვათ, საკითხია, ეს არის სამყარო რეალისტური შეზღუდვებით. სამყარო რეალისტური შეზღუდვებით ნიშნავს იმას, რომ აღზრდის დროს ჩვენ გვაქვს მოთხოვნილება ჩვენმა აღმზრდელმა დაგვაკვალიანოს, ანუ დაგვაკვალიანოს ნიშნავს იმას, რომ გვასწავლოს რა არის მისაღები ჩვენგან და რა არის მიუღებელი ჩვენგან. და ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნილება აქვს ადამიანს, ხო ესეთი. ადამიანები, რომელთაც დაუკმაყოფილებელი აქვთ ზუსტად აი ეს მოთხოვნილება, ძალიან ხშირად აწყდებიან გარემოსთან შეგუების საგრძნობ სირთულეებს, ხო, იმიტომ რომ მას შემდეგ, რაც ისინი, ასე ვთქვათ, ოჯახს დატოვებენ, ხო, რა თქმა უნდა, სამყარო იმგვარად არ მოექცევა, ბუნებრივია, როგორც დაუშვათ ოჯახის წევრები ექცევიან, ხო, მაგალითად, არ იქნება ნებადართული ნებისმიერი რამ. მაგალითისთვის, ხო, მაშინ როდესაც ოჯახიდან გავალთ და სამყარო გაგვიწევს წინააღმდეგობას და გვეტყვის, რომ ზოგიერთი ქცევა საერთოდაც აკრძალულია, ხო, არათუ მიუღებელია, არამედ აკრძალულია. კეთილი, კარგით, ეს მოკლედ, ასე ვთქვათ, მიმოხილვა, რაც მინდოდა გამეკეთებინა მოთხოვნილებებთან დაკავშირებით, აღზრდის განსაზღვრებას, რაც შეეხება ეს არის ნებისმიერი ქმედება და მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია შთამომავლობის აღზრდასთან და მათთვის, რა თქმა უნდა, იმ შეზღუდვებისა და უფლებამოსილებების თუ უფლებების გადაცემასთან, რომელიც ზოგადად დამკვიდრებული არის კონკრეტული საზოგადოების წიაღში და რომელიც მიიღება როგორც მიუღებელი ან მისაღები. ხო, კვლევრების ნამუშევრებს რაც შეეხება, ხო, ანუ აღზრდის სტილი განსხვავდება, ფასდება უბრალოდ ორი განზომილების მიხედვით, ეს არის მეთვალყურეობაზე დამხედველობის განზომილება და სითბოს განზომილება, ანუ რამდენად თბილები არიან აღმზრდელები და რამდენად მეთვალყურეობენ, რამდენად ჭიდროდ მეთვალყურეობენ საკუთარი შთამომავლობის, ასე ვთქვათ, ქცევებს. ხო, ამის მიხედვით გამოყოფილი არის ამ მკვლევრის, ეს იყო ამერიკელი მკვლევარი და განვითარების ფსიქოლოგი, ამ ადამიანის მიერ კლასიფიცირებული აღზრდის სტილი იცით, სავარაუდოდ ყველამ უბრალოდ ძალიან მოკლედ შეგახსენებთ, რომ სულ არის 4 აღზრდის სტილი გამოყოფილი, ეს არის ავტორიტარული აღზრდა, ავტორიტეტული აღზრდა, ხელმიშვებული აღზრდა, უარმყოფელი და უგულებელმყოფი აღზრდა. სინამდვილეში დღეს, რაზეც მინდა ყოველ შემთხვევაში და გეგმა ვისაუბრო, უფრო მეტი ეს არის ავტორიტეტული აღზრდის სტილი. ხო, პირველი, ასე ვთქვათ, რაზეც სასურველი იქნება ყურადღება და გავამახვილოთ, ეს არის მიჯაჭვულობის მოთხოვნილების არსის გაგება. ზოგადად მიჯაჭვულობა რისთვის არსებობს საერთოდ, ხო? მიჯაჭვულობა ადამიანისთვის თვითმიზანი დანამდვილებით არ არის. მიჯაჭვულობა ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენი მოთხოვნილებები დავიკმაყოფილოთ. ამ პრეზენტაციაში მოცემული არ არის, თუმცა მოკლედ შემიძლია შეგახსენოთ ის, რომ არსებობს გამოყოფილი არის ყოველ შემთხვევაში მიჯაჭვულობის 4 სტილი. პირველი სტილი არის უსაფრთხოების განცდაზე დაფუძნებული მიჯაჭვულობა, ანუ ამ შემთხვევაში ადამიანები თვლიან, რომ სამყარო უპირატესად უსაფრთხო ადგილია და სამყარო არის კეთილგანწყობილი ადგილი მათ მიმართ, მათი არსებობის მიმართ, ხო, ისინი თვლიან, რომ ზოგადად ირგვლივმყოფები თუ სამყარო მათ გამოეხმაურება ობით, ხო, იმაზე რომ მათ რაღაცა სჭირდებათ, მათ რაღაცა უნდათ, ხო? ეს ადამიანები ატარებენ როგორც საკუთარ თავთან დაკავშირებით, ასევე ირგვლივმყოფებთან დაკავშირებით უპირატესად დადებით წარმოდგენებს. ამავდროულად აღსანიშნავი არის ის, რომ ცხოვრების მანძილზე ბუნებრივია მნიშვნელოვანია როგორი ცხოვრება ექნება ადამიანს, ხო, გარდა ბავშვობისა, თავისთავად შემდეგში რაც შეემთხვევა და როგორი მოვლენებიც განვითარდება, ხო, თავისთავად ამის მიხედვით ან შეინარჩუნებს უსაფრთხოების განცდაზე დაფუძნებული მიჯაჭვულობის სტილს, ან რა თქმა უნდა შეიცვლის და შესაძლოა გამოვლინდეს როგორც შფოთვაზე დაფუძნებული მიჯაჭვულობის სტილი, გაებაზე და შფოთვისა და განრიდების მონაცვლეობაზე დაფუძნებული მიჯაჭვულობის სტილი. რაც შეეხება შფოთვაზე დაფუძნებული მიჯაჭვულობის სტილს, ეს ადამიანები განირჩევიან, მაგალითად, ბავშვები
ამ განირჩევიან იმითი, რომ მაშინ როდესაც მზრუნველი პირი ტოვებს იმ სივრცეს, სადაც თვითონაც იმყოფებიან, გაეტირებიან, თუმცა დაბრუნებისას ისინი აუცილებლად ხდებიან ტირილით, ეს არის შფოთვით მიჯაჭვულობა. განრიდებით მიჯაჭვულებისთვის დამახასიათებელი არის ის, რომ თუ კი აღმზრდელი, ასე ვთქვათ, აღმზრდელი ტოვებს იმ სივრცეს, სადაც ისინი არიან ბავშვთან ერთად, ხო, ანუ არც გამოხატავს რაიმე ტიპის სევდას ან რაღაც მტანჯობას, განშორებასთან დაკავშირებით და არც დაბრუნებული აღმზრდელია მისთვის რაღაცა ემოციით აღნიშნის, ასე ვთქვათ, სამიზნე, ხო, ის რომ აღმზრდელი დაბრუნდა, ხშირად თქვენ შეიძლება დაინახოთ ის, რომ საერთოდაც არანაირად არ აღნიშნავს ბავშვი იმას, რომ აღმზრდელი ბრუნდება, ხო? რაც შეეხება შფოთვისა და განრიდების მონაცვლეობით მიჯაჭვულობას, ხო, ეს არის შემდეგში გამოყოფილი მიჯაჭვულობის სტილი, რომელიც ექსპერიმენტულ პირობებში, ასე ვთქვათ, არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში გამოყოფილი, ხო? კავშირზე დაფუძნებული აღზრდა საბოლოო ჯამში აღიარებს იმას, რომ ადამიანის ქცევა ნებისმიერ შემთხვევაში მიზნად ისახავს განსაზღვრული მოთხოვნილების დაკმაყოფილებას და ის ცდილობს, ასე ვთქვათ, გაიაზროს ამ აღზრდის სტილის მქონე ადამიანები ყოველ შემთხვევაში ცდილობენ გაიაზრონ, რომელი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ იუტყვის ის ადამიანი, რომლის აღზრდაზეც მე ვარ პასუხისმგებელი. ხო? მიჯაჭვულობას რაც შეეხება, ხო, მიჯაჭვულობის მთავარი, ასე ვთქვათ, ამოცანა არის ის, რომ დაკმაყოფილდეს ზოგად ადამიანური მოთხოვნილებები, ის მოთხოვნილებები, რომლებიც აღვწერეთ, ხო? რაც შეეხება, ასე ვთქვათ, მიჯაჭვულობას, ხო, ადამიანებს, რომელთაც შესატყვისად ეხმაურებოდნენ, ეს შესატყვისად სიტყვა საკმაოდ ისეთი ძირეული სიტყვა, თუმცა რთულია მისი განმარტება ერთი ვებინარის ან ერთი სემინარის მანძილზე, თუმცა უბრალოდ სიტყვას აყრდენს ვიყენებ ახლა, შესატყვისად გამოხმაურება მოთხოვნილებაზე არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლადი და იმისი განმსაზღვრელი, თუ როგორი განწყობებით გავაგრძელებ ცხოვრებას, ხო, და როგორ ვიმოქმედებ თვითონ გარე სამყაროში. რამდენად უსაფრთხო ადგილია მაგალითად თუნდაც სამყარო, ხო? და მოკლედ რომ ვთქვათ, რას ნიშნავს მოთხოვნილებებთან გამოხმაურება, ეს არის აღმზრდელის უნარზე დამოკიდებული ხშირ შემთხვევაში, ის თუ რამდენად მგრძნობიარეა აღმზრდელი ზოგადად იმ მინიშნადნი, რომელსაც ის იღებს აღსაზრდელისგან და რამდენად სწორად შეუძლია ამოიცნოს ქცევის მიღმა, რომელი მოთხოვნილების დაკმაყოფილება იგულისხმება ან ივარაუდება, ან ქცევა საერთოდ რომელი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად, ხო? დაუკავშირებლობაზე, ასე ვთქვათ, პირიქით არა კავშირზე, არამედ დაუკავშირებლობაზე დამყარებული აღზრდა არის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი რწმენა წარმოდგენების ჩამოყალიბების წინაპირობა, ხო? ნუ მაგალითისთვის დაუკავშირებლობაზე და კავშირის გაწყვეტაზე დაფუძნებული აღზრდა ხშირ შემთხვევაში არის მიტოვების მოლოდინის ჩამოყალიბების წინაპირობა, მუდმივი არაწინასწარმეტყველებადობის, სიმყიფის, განუჭვრეტელობის, ისევე როგორც მაგალითად უნდობლობისა და მუდმივად არასათანადო მოპყრობის მოლოდინის, ხო? ასევე ჩვენ შეიძლება გავიშინაგნოს და დავიჯეროთ ისეთი რწმენა წარმოდგენები, როგორც არის ის, რომ ჩემი შინაგანი სამყარო ამისთვის არ არის საინტერესო, ანუ არავისი არ აღძრავს ცნობის მოყარეობის განცდას, ამდენად მისი გაზიარება ადამიანებისთვის იმთავითვე უშედეგოა, იმთავითვე წარუმატებლად შეიძლება დამთავრდეს, ხო? რა თქმა უნდა, აქ გვაქვს ზუსტად ეს უნარიანობის მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობისგან გამომდინარე რწმენა წარმოდგენები, წარმოდგენა საკუთარ თავზე, რომ მე ვარ ნაკლოვანი, რომ საძრახისი ვარ ზოგადად წუნდა
კავშირობლობაზე დაფუძნებული განცდა ძირითადად შეიძლება აყალიბებდეს მათ შორის გარიყულობის განცდასა და გაუცხოებას, ხო? ადამიანები ხშირად ატარებენ იმ განცდას, რომ ჩემი არავის არ ესმის და მე არავის არ მივეკუთვნები, ხო? არავის და არაფერს მათ შორის, ხო? ეხლა მოდით ძალიან მოკლედ განვიხილოთ ის ქცევები, რომლებიც აღნიშნავს დაუკავშირებლობას. მაგალითისთვის ეს არის მზრუნველთან კავშირის მოულოდნელი და არაწინასწარმეტყველებადი სახით გაწყვეტა. მაგალითად, როდესაც მაგალითისთვის მე განვიცდი ძლიერ, ასე ვთქვათ, ვნებათა ღელვებს და ემოციებს და ჩემი აღმზრდელი ტოვებს იმ სივრცეს, სადაც მე ვარ. ხო, მაგალითისთვის ეს შეიძლება განიცდებოდეს კავშირის უცაბედად გაწყვეტის განცდა ჩნდებოდეს, ხო? და რაც ყველაზე მთავარია, ეს განიცდება როგორც ზრუნველი ადამიანის გაუჩინარების შფოთვა, ხო? და ზრუნვის სიმყიფის განცდა, რაც თავის მხრივ საფუძვლად ედება ხოლმე იმ რწმენას, რომ ზრუნვა არის მეტისმეტად მყიფე და სწრაფოლწარმავალი, რაც ყველაზე მთავარი. შემდეგი, რაც საკმაოდ ხშირად მხდება ხოლმე ადამიანებთან მუშაობის დროს, ეს არის გაბუტვა, ზურგშექცევა და სიჩუმის კედლების აღმართვა, ხო? მაშინ, როდესაც მშობელი მოლოდინების გაცრუების პასუხად მცირეწლოვან შვილს ებუტება, ასე ვთქვათ, ხო? და ძირითადად ამ მცირეწლოვან ადამიანებში ყალიბდება მშობლის შემორიგების და მზრუნველის ზოგადად შემორიგების ძლიერი სურვილი და ძლიერი ლტოლვა, ხო? ამ შემთხვევაში განსაკუთრებას და ზურგშექცევას ან სიჩუმის კედლების აღმართვას რაც შეეხება, ადამიანები ხშირად ადგილებს უცვლიან ერთმანეთს, ეს ეგრეთ წოდებული ადგილების შეცვლა გულისხმობს იმას, რომ მშობელი ტოვებს მშობლის ადგილს და ის გადადის მცირეწლოვანი ადამიანის მდგომარეობაში, რომელზეც ზრუნვა ევალება მის მცირეწლოვან შვილს, ხო? და თავის მხრივ შვილი გადადის ზუსტად აი ამ აღმზრდელის მდგომარეობაში, ანუ ზრდასრული ადამიანის პასუხისმგებლობები ეკისრება, ხო? აღმზრდელის ემოციების მართვის სირთულეს რაც შეეხება, ესეც შეიძლება გახდეს ზუსტად სხვადასხვა ესეთი ხელის შემშლელი, ანუ შეგუებაში ხელის შემშლელი, რწმენა წარმოდგენის ჩამოყალიბების და განმტკიცების საფუძველი და ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ყველაზე ხშირად აი მე რაღაც ასე ვთქვათ გადავაწყდები ხოლმე, ეს არის ბრაზის გამოხატვის, ან ბრაზის განცდის და გამოხატვის ჯეროვნად გამოხატვის სირთულე. იმიტომ რომ ბევრ ადამიანს გამოუცდია ბრაზი როგორც ნგრევის წინაპირობა. ხო, მაშინ როდესაც მთელი სხეული, ასე ვთქვათ, დაძაბული ხდება იმის მოლოდინით, რომ ჩემზე მზრუნველი პირი, ვაი თუ ჩემზე მზრუნველი პირი გაბრაზდეს, ხო, ამას აუცილებლად მოჰყვება ესეთი ნგრევა. ხო? კარგით, ეს უკვე პრინციპში გავიარეთ, მაგრამ თავარი კითხვა, ხო, რომელსაც ეფუძნება ესეთი კავშირზე დაფუძნებული აღზრდა, არის ზუსტად ეს, რომ რომელი მოთხოვნილებების ან მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ცდილობ შენი ქცევით და როგორ შემიძლია დაგეხმარო იმაში, რომ შენი მოთხოვნილება როგორც შენთვის, ასევე სხვებისათვის უსაფრთხო და მისაღები გზებით დაიკმაყოფილო. ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ძირეული უნარი, რომელსაც ეყრდნობა კავშირზე დაფუძნებული აღზრდა, ეს არის თანაგრძნობა თანაგანცდის უნარი, რომელსაც მშობელი იყენებს, არა მხოლოდ აღმზრდელი იყენებს, არა მხოლოდ აღსაზრდელის მიმართ, არამედ საკუთარი თავის მიმართ. მონაწილეობს სულ მცირე ორი ადამიანი. ხო, ეს არის აღსაზრდელი თავად და ის ადამიანი, რომელიც აღზრდაზეა თვითონ პასუხისმგებელი, ხო? თავისთავად ღირებული და მნიშვნელოვანი არის, რომ აღმზრდელიც იმყოფებოდეს შესაბამის ფსიქიკურ თუ შესაბამის წონასწორობის მდგომარეობაში, ხო, შეძლებისამებრ. თავისთავად ჩვენ აუბრობთ ამ სახის აღზრდაზე, ბუნებრივია ჩნდება იმისი განცდა, რომ ეს არის
პირდაპირ ვთქვათ, პრივილეგირებული ადამიანების ფუფუნება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ეფუძნება ზუსტად იმ დაშვებას, რომ აღმზრდელის მოთხოვნილებები მეტკმაყოფილებულია და აღმზრდელის მოთხოვნილებები გათვალისწინებულია, მას ყავს შესაბამისი მხარდამჭერი სისტემა, რაც გულისხმობს შესაბამის ოჯახს, თუ მას ოჯახი არ ყავს, რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება, რომ სხვა სახის მხარდაჭერას იღებს, ხო, ირგვლივ მყოფებისგან, ან განსაზღვრულ მომსახურებებს, რომელიც მას აძლიერებს პირდაპირ ვთქვათ, რაღაცა ამარაგებს ზუსტად იმ შესაძლებლობებით, რაც შესაძლებელს ხდის ზუსტად კავშირზე დამყარებული აღზრდის წანამძღვრების აღსრულებას, ასე რომ ვთქვათ, ხო? რაც ყველაზე მთავარია და რაც მე მინდა რომ ხაზი გაუსვა, ეს არის ის, რომ კავშირზე დამყარებული აღზრდა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ხელმიშვებულ აღზრდას, ხო, ის ეფუძნება ორ ძირითად წანამძღვრებს, რომ მე ვხედავ იმას, რომ შენ იტანჯები, ხო? ტანჯვა ამ შემთხვევაში არის ცნება, რომელიც აღებულია ზუსტად აღმოსავლური ფილოსოფიებიდან, ხო, ზუსტად და აღმოსავლურ ფილოსოფიაში სულიერი არსება, ასე ვთქვათ, არსება, რომელიც ცოცხალი არის, ხო, თავისი არსით. მის არსებობაში ზოგადად ჩაქსოვილი არის ზუსტად აი ეს ტანჯვის უნარი, ასე რომ ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ ტკივილის განცდის უნარია თავისთავად წარმოდგენილი და გვახასიათებს ბუნებრივია, ხო? ამიტომ ამ ტანჯვაში იგულისხმება ის, რომ მე ვხედავ შენს თავგზავნეულობას, ვხედავ იმას, რომ შენ გიჭირს ამ მოთხოვნილებების იმგვარად დაკმაყოფილება, რომ მისაღები იყოს, ანუ სარგებლიანი იყოს და უდანებელი იყოს როგორც შენთვის, ასევე ირგვლივ მყოფებისთვის. ამიტომ მე ვარ მზად, რომ უპირველეს ყოვლისა შევნიშნო, ხო, და ვისწავლო, რაც ყველაზე მთავარია, ხო, ვისწავლო ეს მოთხოვნილებები როგორ ვიცნო და ეს მოთხოვნილებები როგორ მივხვდე, რომელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ვცდილობ და შესაბამისად დაგეხმარო, ხო? ანუ გასწავლო ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მისაღები სარგებლიანი, როგორც ჩვენთვის ასევე სარგებლიანი როგორ არის შესაძლებელი. ამავდროულად აი კავშირზე დაფუძნებული აღზრდის იგივე ავტორიტეტული აღზრდის სტილის, ხო? ერთ-ერთი ამოსავალი არის ის, რომ ადამიანებმა ისწავლონ, რომ მათი ყველა მოთხოვნილება ყოველთვის არ დაკმაყოფილდება და ესეც არ არის, ასე ვთქვათ, ასე ვთქვათ, ტრაგედიის აღნიშნული, ხო? იმიტომ რომ ადამიანებს მათ შორის აღზრდის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია იმედგაცრუების მიმართ ამტანები იყვნენ, ხო, ასე რომ ვთქვათ. კეთილი, შემდეგ რაც შეეხება, ხო, ერთ-ერთი მთავარი წანამძღვრები არის ის, რომ ყველა შენი შინაგანი მდგომარეობა გასაგებია და რადგან ის არსებობს, მას არსებობის უფლებაც აქვს, თუმცა დამაზიანებელი ან დამანგრეველი ქცევა მიუღებელია. ხო, აი თუ კი თქვენ ადევნებთ თვალს მაგალითად, ყველა ჩვენგანი უკვე მგონი საკმაოდ ისე აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს და შესაბამისად ხშირად ტრიალებს ხოლმე აი ეს სამაგალითო რაღაც ესეთი ვიდეო რგოლები, სადაც ნაჩვენები არის, რომ მაგალითისთვის დარტყმას როგორ უნდა უპასუხოს თან 5 წლამდე ასაკში, მაშინ როდესაც აი ძლიერი ლტოლვის, ხო, რაღაც ქმედების ძლიერი ლტოლვის დათრგუნვა მათ შორის, ხო, ადამიანების დიდ ნაწილს უჭირს თავისთავად და ბუნებრივია ზუსტად აი ამ ასაკში ვაყენებთ როგორც სხვა ასევე საკვლევაზე მეტ ზიანს, ხო? ბევრი ვიდეო რგოლია მაგალითად იმასთან დაკავშირებით, როგორ არ უნდა გაუმკლავდეს მშობელი ამას და როგორ უნდა გაუმკლავდეს, ხო? ნაწილს აი ამ ვიდეო რგოლებისგან, ხო, მიხვდებით იმას, რომ ნამდვილად უფრო მეტად გადმოსცემენ ზუსტად აი ამ ხელმიშვებული, ასე რომ ვთქვათ, ხელმიშვებული აღზრდის მაგალითს, ხო, მაშინ როდესაც ისინი ნებას რთავენ, ანუ მცირეწლოვან ბავშვს, რომ
ეს დამანგრეველი ქცევა მათზე, ანუ მშობელზე, მშობლისკენ მომართოს, ხო? მაშინ, როდესაც მაგალითად საერთაშორისო რეკომენდაციები გვეუბნება იმას, რომ არა მშობლისკენ, არამედ შეიძლება რაღაც ნივთისკენ მიმართოს ბავშვმა ამ შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ გამომდინარე არ აქვს ჯერ განვითარებული აი ამ ლტოლვის, ხო, ან ქცევის განხორციელების ლტოლვის, დათრგუნვის და თავშეკავების უნარი, ასე რომ ვთქვათ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მას მიეცეს სხვაგვარად, ანუ სხვა მიმართულებით ამ ყველაფრის წარმართვის და შესაბამისად განმუხტვის საშუალება. ხო? კეთილი შემდეგს რაც შეეხება მთავარი, ასე ვთქვათ, კითხვა რჩება ის, რომ როგორ უმკლავდება მშობელი ზუსტად უსუსურობის, უშედეგობისა და უძლურების განცდას, ხო? ეს არის ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის კითხვა, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ მშობელში თუ სხვა აღმზრდელში გარდაუვალია ბრაზის აღძვრა, ხო? იმიტომ რომ აღზრდა ზოგადად დაკავშირებული არის თავისთავად იმედგაცრუებასთანაც, ხო? იმიტომ რომ თითოეულ ჩვენგანს უდიდესი ალბათობით გვაქვს რაღაც განსაზღვრული წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა იქცეოდეს მაგალითად რაღაც კონკრეტული ასაკის ბავშვი, ხო? საბოლოო ჯამში ჩვენი წარმოდგენები სინამდვილეში განსაზღვრულია და განპირობებულია არა იმდენად ცოდნით და არა იმდენად მაგალითად იმ დაკვირვების მონაცემებით, ხო, რაც კაცობრიობას აქვს, თუნდაც ბავშვებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, არამედ ეს პირობადებულია იმ გამოცდილებებით, რომლებიც ჩვენ გვაქვს, ხო, ჩვენ თვითონვე გვაქვს. მაგალითად, თუ კი ჩვენს ბრაზს ეპყრობოდნენ ჩახშობით, თუ კი ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის ბრაზთან ურთიერთობა ესწავლებინათ ჩახშობით, ხო? ჩვენს შვილთან იქნება ეს თუ ჩვენს მოსწავლესთან ურთიერთობის დროს, მაღალ ალბათურია, რომ თუ კი ის გამოხატავს ბრაზს, რა თქმა უნდა, ჩვენ გადავინაცვლოთ ზუსტად იმ აღმზრდელის მდგომარეობაში, რომელიც ახშობს ბრაზს, ხო? და ზუსტად ეს მიანიშნებს იმასაც, დიდესი ალბათობით ჩვენს ბრაზსაც უდგებოდნენ როგორც რაღაც ისეთს, რომელიც აუცილებლად უნდა ამოძირკвулიყო ან ალაგმულიყო. ხო? და არა როგორც რაღაც ისეთს, რომელიც შემდეგში ხელს შეგვიწყობს მაგალითად უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში მაგალითისთვის, ხო? ან შემდეგში დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი მოთხოვნილებები, არამედ სხვა ცოცხალი არსების მოთხოვნილებებიც მაგალითად დავიცვათ, ხო? იმიტომ რომ ბრაზს მაგალითისთვის რო ვთქვათ, აქვს ორგვარი სახე, ხო? ორგვარი გამოვლინება აქვს. ბრაზი დანამდვილებით შეიძლება ანგრევდეს, ხო? იმიტომ რომ ბრაზი თავისი არსით, ანუ ჩანაფიქრშივე, ეს არის ემოცია, რომელმაც ცოცხალი არსება უნდა მოამზადოს ქმედებისთვის, ხო? იმიტომ რომ ბრაზი ძალიან სწრაფად გადადის ქმედებაში, ხო? და აღზრდის საბოლოო ესეთი რთული ამოცანა არის ის, რომ ერთი მხრივ არც იმდენად ჩავახშო ჩემი აღსაზრდელი, რომ ბრაზის განცდა საერთოდ აიკრძალოს, იმიტომ რომ თუ კი ის ბრაზის განცდას აიკრძალავს, მას ძალიან გაუჭირდება დაცვა, როგორც საკუთარი თავის დაცვა, ასევე ყველასი და ყველაფერი ძვირფასის ზოგადად ცხოვრებაში, ხო, იმიტომ რომ ბრაზი არის ის, რაც მზადყოფნას აყალიბებს, ქმედების მზადყოფნას აყალიბებს, ხო? და მეორე სახე არის ზუსტად მფარველობის და ანუ მსველის აი ამ მფარველობაში გადატანილი ბრაზი, ხო, იმაში, რომ მე დავიცავ იმ ყველაფერს და იმ ყველა იმას, ხო, რაც ჩემთვის არის ძვირფასი, როგორც შევძლებ, რა თქმა უნდა, ხო? აქედან გამომდინარე, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი არის კავშირზე დაფუძნებული აღზრდა, თუ კი ჩვენ სურს, რა თქმა უნდა, რომ კავშირზე დაფუძნებული აღზრდა გამოვიყენოთ ჩვენს სააღმზრდელო, ასე ვთქვათ, მიდგომებში, ხო, უმნიშვნელოვანესი არის მათ შორის ისიც, რომ ჩვენვე დავფიქრდეთ, ჩვენ როგორ გვეპყრობოდნენ. ხო, ანუ მარტივი კითხვების დასმა, როგორც არის მაგალითად
მაგალითად, რატომ აღძრავს ჩემში ასევე საპასუხოდ ძლიერ ბრაზს, მაგალითისთვის, ხო? ან მაგალითად, ჩემი შვილის სევდა, ან ტირილი, რატომ მბოჭავს, ანუ მთელი სხეული რატომ მბოჭება, ხო? ანუ აი ამ კავშირზე დაფუძნებული აღზრდა, ხა ეს ცალსახად უნდა ვაღიაროთ ის, რომ ეს არის აღზრდის ისეთი მიდგომა, რომელიც მოითხოვს გაძლიერებულ აღმზრდელს, ხო? ეს გაძლიერებული აღმზრდელი მათ შორის გაძლიერებული არის დაუშვათ შესატყვისი კითხვების დასმის უნარითაც, ხო? მაგალითად, როგორი კითხვა დავსვა, რას მივაქციო ყურადღება, ხო, თავისთავად, ეს არის უკვე ცალკე წრთნის და აი ამ უნარების განვითარების საკითხი, ხო? კარგით, შემდეგი, ხო, არის ქცევა. ქცევის განსაზღვრებას უბრალოდ ვფიქრობ, რომ შეგახსენებთ იმისთვის, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაღაც გვახსოვდეს ქცევაზე, რომ ქცევა ნებისმიერი ქმედება საბოლოო ჯამში რაღაც განსაზღვრული მოთხოვნილების დაკავად ფართოდ რომ განვიხილოთ ძალიან, ქცევა ამავდროულად არის ისეთი რამ, ანუ მოქმედებებისა და ქმედებების ერთობლიობა, ხო, რომელიც მიზნად ისახავს ერთ-ერთი დანიშნულება და უსიამოვნოსგან განრიდებას, ხო? უსიამოვნო მათ შორის არის ტკივილის აღძვრას. რაც შეეხება ზოგად რეკომენდაციებს, ხო, მოდით მე ზედმიწევნით ზუსტად მივყვები, ხო, ეს არის სკოლამდელი ასაკის მე ვიფიქრე, რომ სკოლამდელი ასაკისთვის რეკომენდაციები გაცილებით შესაბამისი იყო ამ ვებინარისთვის ყოველ შემთხვევაში, ხო? და პირველი არის ის, რომ ამ შემთხვევაში აღმზრდელი ხდება თანაზიარი ეს სიტყვა, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ მე პირადად არსად არ შემხვედრია, მაგრამ ეს ეგრეთ წოდებული co-regulation, რასაც გულისხმობს, სინამდვილეში გულისხმობს ისეთი ადამიანის თანხლებას იმ სივრცეში, სადაც მე ვიმყოფები, ხო? რომელშიც მე ვიმყოფები უბრალოდ და ეს ადამიანი მზადაა იყოს ჩემი მოწმე, პირდაპირ ვთქვათ, ხო, ანუ ჩემი მდგომარეობის მოწმე, ხო? ამავდროულად ეს მოიცავს თანამონაწილეობას, თანაგრძნობა, თანაგანცდას, დასჯის ნაცვლად, ხო? ეხლა მთავარი წანამძღვრები აქ არის შემდეგნაირი. რომ აი მოკლედ ჩამოვაყალიბე ძალიან, ხო? რომ შენი მოზღვავებული ემოციები უსაფრთხოა, ანუ მე არ მაფრთხობს შენი მოზღვავებული და ძლიერი ემოციები, მე თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ ანვარ და შენი ემოციები შეგიძლია გამიზიარო, რადგან მათი დატება მე შემიძლია. ხო, ეს ნიშნავს იმას, რომ აი ეს უკანასკნელი, ხო, აღმზრდელისგან მოითხოვს ეგრეთ წოდებულ ტევადობას. ეს ტევადობა ნიშნავს იმას, რომ მე შემიძლია განვუცალკევდე ჩემი შვილის თუ ჩემი აღსაზრდელის ემოციურ მდგომარეობას, ხო, და რაც მთავარია, ამავდროულად შევინარჩუნო მისადმი თანაგანცდაზე დაფუძნებული დამოკიდებულება. ხო, ეს თანაგანცდაზე დაფუძნებული დამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ მე შემიძლია წარმოვიდგინო ეს ადამიანი რა მდგომარეობაშია, თუმცა არ განვიცდი იმთავითვე იმავეს, რასაც ეს ადამიანი განიცდის, ხო? ანუ მე შემიძლია ჩემსა და ამ ადამიანის ემოციებს შორის რაც განსაზღვრული მანძილი, ასე ვთქვათ, მქონდეს, ხო? მაგრამ ეს მანძილი არ არის განყენების საფუძველზე გაზრდილი მანძილი, ხო? მაშინ როდესაც მე ვცდილობ არ ვიგრძნო, ხო, ეს არის სხვა ტიპის მდგომარეობა, ხო? სინამდვილეში მე ვგრძნობ თანაგრძნობა, თანაგანცდას, თუმცა ამავდროულად შემიძლია შევინარჩუნო უსაფრთხოების განცდა, ანუ ის განცდა, რომ ემოციები არის წარმავალი და დროებითი მდგომარეობები, რომ ისინი აღმოცენდება და აუცილებლად ჩაივლის და რაც მთავარია, მე შემიძლია დავრჩე იმ სივრცეში, რომელშიც ჩემი აღსაზრდელი არის, ხო? განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილების წესრიგში მოქცევა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უფრო 2 წლიდან და მით უმეტეს 3-4 წლის ასაკში ეს არის
წამყვანი, ასე ვთქვათ, მოთხოვნილება და ამ ასაკში მაღალალვეთურია, რომ არც ერთი ჩვენგანი ვერ ხვდებოდა სამყაროში და თანაც მთავარია საფრთხის ჯეროვნად შეფასების უნარიც ამ ასაკში განვითარებული არ არის. ხო, სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს რაღაცა დიდი გული იმაზე, რომ რაღაც დავიპყროთ სამყარო და მთლიანად შევიმეცნოთ. ხო, ეს ამავდროულად, რა თქმა უნდა, დაკავშირებული არის შემეცნების მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან და ეს პირდაპირ ფუძნდება უფრო მარტივი მოძრაობის უფრო გამარტივებულ უნარზე. ხო, რა თქმა უნდა, წონასწორობის უკეთ დაცვის უნარზე, ვიდრე დავუშვათ ახლა ჩვილობაში საერთოდ არ არის, ხო? ეს უბრალოდ რა თქმა უნდა საძირკველი ჩაყრილია ნევროლოგიური საფუძველი, თუმცა მას სჭირდება თავისთავად ცხადია, მაგრამ ფეხის ადგენის შემდეგ, ხო, აი ბევრი მშობელი საბოლოო ჯამში ბავშვი, როდესაც ფეხს აიდგამს, მე ხდება მისთვის უფრო რთული აღზრდა და არა მანამდე, იმიტომ რომ ჩვილობის ასაკი მოიცავს თითქმის სრული უძლურების და სრული დამოკიდებულების მდგომარეობას. ხო, ამიტომ აღმზრდელებისთვის სრულიად გასაგებია, რომ ის ცოცხალი არსება, რომელიც დარბის და ხოხავს, ანუ და თან რაც თავი არც მთლად ისეთი ის არის, ხო, ანუ ჯერ ჩამოყალიბებული აქვს, სწორი კი არა, უსაფრთხოდ მოძრაობის, უსაფრთხოდ განხორციელების უნარი, რა თქმა უნდა, ბუნებრივად სრულიად არის უფრო მეტი თავსატეხი, ხო, ვიდრე ისეთი ცოცხალი არსება, რომელიც არ გადაადგილდება, ასე რომ ვთქვათ, ხო? ამიტომ ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანი არის და რთული სრულიად გასაგები მიზეზების გამო განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილების გაბატონება, როდესაც იწყება. ხო, როდესაც ჩვენ ღრმად გვწამს, რომ იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე შეგვიძლია. ხო, ზოგადად, მაგრამ არც იმდენად უძლურები ვართ და უსუსურები, როგორც ჩვილობის ასაკში ვიყავით. ხო, ამიტომ მნიშვნელოვანი არის ის, რომ პატივი ვცეთ ამ მოთხოვნილებას როგორ, ხო, შევთავაზოთ თავად რაღაცა შეზღუდული რაოდენობის არჩევანი. ხო, ერთ-ერთი გზა ეს არის, რომ მათი განუვითარებელი, ხო, ჯერჯერობით განუვითარებელი და სრულად ბუნებრივია, რომ განუვითარებელი აქვთ ქერქული სტრუქტურები და განსაკუთრებით შუბლის წილი, შუბლის ქერქის ნაწილი ერთ-ერთი, ხო, ჯერ ვერ იღებს ისეთ, ანუ ვერ უმკლავდება, ხო, ანუ შესაძლებლობების სიუხვეს და სიჭარბეს, ხო? ამიტომ პრინციპი არის ძალიან მარტივი, მე ვცადე რომ ასე ვთქვათ, რაღაცა ისეთ ფრაზების სახით ჩავამეყალიბებინა ეს პრინციპები და აქ ჩანს, ხო, რომ მაგალითად ლურჯი პერანგის ჩაცმა გინდა თუ წითლის, ხო, ამ ორს შორის აქვს არჩევანი და არა დაუშვათ თელ გარდერობს შორის, ასე რომ ვთქვათ, რომელიც შენ თვითონ უნდა დაახარისხო, არჩიო და ასე შემდეგ. ხო, ეს რა თქმა უნდა იწვევს გადატვირთვას ზუსტად, ხო, რასაც მოხდება გაღიზიანებადობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, რაც შეეხება წინასწარმეტყველებადობას და განჭვრეტადობას, ეს არის ეგრეთ წოდებული დღის წესრიგი და თან რაც მთავარია, წარმეტყველებადობის და განჭვრეტადობის მოთხოვნილება სხვათა შორის არა მხოლოდ ბავშვებს აქვთ, ხო, აი თქვენც თუ გქონიათ შეხება მაგალითად ადამიანებთან, რომლებიც განგისაზღვრავენ რაღაცას, ხო, მაგალითად გეუბნებიან, რომ უახლოესი ერთი კვირის მანძილზე მექნება მზად რაღაცა და თანამშრომლია ამას ასრულებენ, ხო, აი ამ დადებულ პირობას, ხო. თქვენ თვითონ შეიძლება შენიშნოთ ხოლმე, რომ ამ ადამიანთან საკმაოდ უსაფრთხოდ გრძნობთ თავს, იმიტომ რომ მყარი საყრდენია, ანუ ამბობს ისეთ რაღაცას, რაზეც შემდეგში ასრულებს, ხო, და ბავშვები განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, მგრძნობიარეები არიან, დადებული და შეუსრულებელი პირობების მიმართ, ხო, ბუნებრივია, ამიტომ აქ, რა თქმა უნდა, სიბრძნის და ესეთი თავსატეხის ნაწილი არის ის, რომ როგორ შევქმნათ ასაკის შესატყვისი, ასე ვთქვათ, დღის რიგი, ხო, რომ მაგალითად თვითონ იმ აქტივობების სიჭარბემაც არ გადატვირთოს ბავშვები, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, აი მაგალითად გარემოში, ხო, რომელშიც ბავშვები მე ეგრეთ წოდებულ, როგორც ამბობენ ხოლმე, რომ ყირაზე დგანან, ხო, ეს ყირაზე დგომახში არის ის, რომ ნერვული სისტემა უბრალოდ წაილეკა იმ შეგრძნებები, იღებენ გარემოდან, ხო? აი მე მახსოვს რომ რაღაცა ჩემს ბავშვობაში შეიძლება ძალიან პატარა ასაკის ბავშვები ძალიან დიდხანს ყოფილიყვნენ სუფრასთან და მე რა
უნდა პირაზე იდგნენ, იმიტომ რომ ჯერთი ესეთი და იგივე გარემო ბეზრდებოდათ და ეს ხმაური ბუნებრივია, ხო ხმაური, ანუ გამღიზიანებლების სიჭარბე, ხო საბოლოო ჯამში. რა თქმა უნდა, არათუ ბავშვზე, მე მგონი ზრდასრულებზეც ესე წამლეკავად მოქმედებდა, უბრალოდ ზრდასრულებს და სხვა მექანიზმები გვაქვს, ხო, თავისთავად ამ ყველაფერთან შეგუების. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ზუსტად ასეთი წინასწარმეტყველებადობა, ხო? თანაგრძნობით დაწესებული საზღვრების ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ჩანაფიქრი არის ის, რომ ზუსტად ეს, რომ ანუ მე ვხედავ იმას, რომ შენ გული გწყდება, მე ვხედავ იმას, რომ შენ იბებული ხარ, მე ვხედავ და ნამდვილად მე ვარ ამისი მოწმე, რომ შენ ბრაზობ იმასთან დაკავშირებით, რომ თამაშს ვეღარ გააგრძელებ, თუმცა მე არ მოგცემ იმის საშუალებას, რომ შენ მაგალითად ხელი მკრა. ხო და ასე შემდეგ. და მიუხედავად აი ამ ასე ვთქვათ ემოციური მდგომარეობისა, ხო, ჩვენ გვაქვს რაღაც პასუხისმგებლობები, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ, ხო? ეს მიდგომა უწყობს ხელს ბავშვებს იმაში, რომ მათ გაიაზრონ და განიცადონ, ასე დაიჯერონ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. რომ მე შემიძლია გავუძლო, მე შემიძლია გადავიტანო, ასე ვთქვათ და ავიტანო უსიამოვნო ემოცია. ხო, ანუ ჩემი მშობელი და ჩემი აღმზრდელი არ ცდილობს გადამარჩინოს უსიამოვნო ემოციისგან. იმიტომ რომ ჩემს აღმზრდელს არ ეშინია ჩემი უსიამოვნო ემოციის, მიუხედავად იმისა, რომ ის ზუსტად გრძნობს და ზუსტად ხედავს, ანუ ის არის გულისხმიერი მოწმე, ასე რომ ვთქვათ, იმისი მე როგორ მდგომარეობაში ვარ, ხო? რაც შეეხება სკოლის ასაკს, 6-დან 11 წლამდე ასაკს, ხო? აღმზრდელის მონაწილეობა, მეგობრული მონაწილეობა, ხო, როცა ვამბობთ ხოლმე, რომ მეგობრული მონაწილეობაზე ვსაუბრობთ, ადამიანები ხშირად შეიძლება, ასე ვთქვათ, ცდარად იაზრებდნენ და ამბობდნენ, რომ შენ ითხოვ, რომ ჩვენ მეგობრები ვიყოთ, ხო, მაგრამ არ არის ეს ასე, ხო, მეგობრული მონაწილეობა არის კეთილგანწყობაზე დაფუძნებული მონაწილეობა, ხო? და ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღმზრდელი შეიძლება იქცეს ბავშვის მეგობრად, ხო? აღმზრდელის მონაწილეობა, ну, ეხა აქ საუბარი არის იმაზე, ხო, რომ მერე რაღაც წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, შეიძლება მასწავლებელი და მოსწავლეც დამეგობრდნენ, თავისთავად ცხადია, ხო, ეხა ეს არ არის ესეთ ფიქსირებული როლები, ხო? მე ვამბობ, მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ აი ამ მდგომარეობაში. მშობლის როლი ბუნებრივი არის, რომ თითქმის უცვლელია, ხო? თავისთავად და იქ გარდასახვები შეიძლება ნაკლებად მოხდეს, ხო? თავისთავად ამ როლის, ხო? აღმზრდელის მონაწილეობას რაც შეეხება, ხო, აი მე წავიკითხავ ამ ფრაზებს, რომელიც ვფიქრობ, რომ კარგად გადმოსცემს არსს, ხო? ну, მაგალითად, საშინაო დავალების მომზადების დროს სტრესული გარემო იქმნება და ეს პრობლემაა. ან შენში აღძრავს რაღაცა უსიამოვნო განცდებს, ხო? შენი აზრით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მის გამოსასწორებლად, ხო? აი ნელ-ნელა აქ არსი არის ის, რომ თქვენ ნელ-ნელა გადასცემთ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას, ნელ-ნელა ასწავლით იმას, რომ შენ დროთა მანძილზე იქნები პასუხისმგებელი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაზე, თუმცა მე ვარ აქ, როგორც შენი დამაკვალიანებელი, ხო, როგორც შენი უფრო გზამკვლევი, ასე რომ ვთქვათ, ხო? ყურადღების გამახვილება მიმდინარეობაზე და არა შედეგზე, ამას ეგრეთ წოდებული growth mindset-ი ეწოდება, ხო, ინგლისურენოვან ლიტერატურაში. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ქცევაზე გავამახვილოთ რაღაც, ხო, რაღაც ქმედებაზე, რომ ამ ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვი, მაგალითად, და ამავდროულად მნიშვნელოვანი არის, რომ ნახეთ, ანუ ეს სამყარო რეალისტური შეზღუდვებით, ხო, ეს ერთ-ერთი მოთხოვნილება რო არის, ამავდროულად ის მოთხოვნილება, რომ ვიცოდეთ, ანუ მივიღოთ ის გამოხმაურება, ხო, რაც დანამდვილებით გვეკუთვნის. თუ კი რაღაცა ჯერჯერობით არ გამოგვდის, ხო, ბუნებრივი არის, ეს შეიძლება აღნიშნული იყოს, რომ ჯერჯერობით არ გამოგვდის, თუ ვფიქრობ, რომ რაღაც შესაბამისი წვრთნის და ვარჯიშის თუ დროსთან ერთად შენ ეს გამოგივლი.
ზუსტად ეს growth mindset-ი, ნაცვლად აი fixed mindset-ისა, რომელიც ნახავ მაგალითად მე ინთაობის წარმომადგენელი ვარ, ვისთანაც ძირითადად ეს გამოიყენებოდა სამწუხაროდ, რომ თუ იცი და თუ არ იცი, ხო არასდროს არ გეცოდინება, ხო ესეთი მიდგომა იყო და რა თქმა უნდა, მათ შორის საკუთარ თავზე მუშაობაც მომიწია, რომ ეს მიდგომა რაღაცნაირად არ ყოფილიყო ესეთი გაბატონებული და მქონოდა იმის განცდა, რომ სწავლა არის ჩვეულებრივი მიმდინარეობა, ხო? იმიტომ რომ აი ეს შედეგზე სწორება, ხო, ესეთი ხისტის სწორება შედეგზე. შედეგს ჩვენ რა თქმა უნდა ვერ ამოვიღებთ სწავლების პროცესისგან, ხო, იმიტომ რომ შედეგი მათ შორის იმაზეც მიანიშნებს, როგორ მივედი, ხო, შეიძლება ამ ყველაფრამდე. თუმცა იმ მხოლოდ აი ამ სრულყოფილ და უზადო შედეგზე სწორება იწვევს ხოლმე ხშირ შემთხვევაში იმას, რომ ადამიანები ანუ დაზაფხულები ხდებიან აი ამ შედეგისგან გამომდინარე და ხშირ შემთხვევაში შეშტებიან საერთოდ. ხო, ამიტომაც გვაქვს ძალიან ხშირად ნაბიჯის გადადგმის სირთულე, მაგალითად აი ვერ ვიწყებ რაღაცას, ხო, იმიტომ რომ ის შედეგი იმდენად, ასე ვთქვათ, მომთხოვნია და იმდენად დამზაფრავია, ზუსტად აი ის, რომ მე სრულყოფილად უნდა შევძლო ყველაფერი და უზადოდ, ხო? რომ თვითონ აი იქამდე მისვლა ჩემთვის აღარ არის არანაირად დაკავშირებული არც ცნობის მოყარეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან, არც შემეცნების მოთხოვნილების და არც უსაფრთხოებასთან, რა თქმა უნდა, ხო? იმიტომ რომ თითქოს ველოდები ამ რაღაცა სასჯელ აღსრულებას და სამსჯავროს აი ამ შედეგის სახით. ხო, ამიტომ ეს მიდგომაც მნიშვნელოვანია. სულ ორი რეკომენდაცია გრჩება, რომ დამოუკიდებლობის ნაბიჯ ხელშეწყობა არის ის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ნელა და თანდათანობით აღმზრდელი უკან იხევს, როგორც ვიღაც ისეთი, რომელსაც მზა შეთავაზებები აქვს, ხო, და თავისთავად ეს ავტონომიურობის წახალისება ხდება ნაბიჯ გადაბარებით, ხო, და ნდობის გადაბარებით თან, რაც მთავარია, რომ შეგიძლია, თუმცა მე ვარ აქ იმისთვის, რომ შენ დაგეხმარო იმაში, რომ ეს შეგეძლოს. ხო, და არა ის, რომ მაგალითად შენ ნაცვლად გავაკეთო რაღაცა, ან ჩამოგართვა ხელიდან, ასე ვთქვათ, უნარიანობის განცდის გამომუშავების უფლება. ხო, იმიტომ რომ ადამიანები განსხვავდებიან დანამდვილებით იმითი, ვინც იმტვის ეს უკიდურესა, ტემპერამენტის განსხვავებებიც არის ამაში, ხო? უკიდურესი ავტონომიურობისკენ და ადამიანები, რომლებიც ნაკლებად, თუმცა თითოეულ ჩვენად მაინც აქვს ეს მოთხოვნილი. კარგით და შემდეგი არის აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და ალბათ ერთ წუთს დავუთმობ ამას, შერიგებასა და ანგარიშვალდებულებაში დახელოვნება. ეს ეხება უშუალოდ აღმზრდელს, ხო? სრულყოფილი აღმზრდელები დანამდვილებით არ არსებობენ, ხო? იმიტომ რომ ბუნებრივია ცოცხალი არსებები შეცდება აღმზრდელი, აუცილებლად დაუშვებს რაღაც ტიპის შეცდომას. თუმცა ღირებული არის ის, რომ აღმზრდელს შეეძლოს ნდობა დავაზიანე, რაღაც ზიანი მივაყენე, იმითი რომ დაგიყვირე, ხო? ან გეჩხუბე, ან უხეშად მოგმართე, ან გაღიდან მაგალითისთვის, ხო? თუმცა მე ვარ მზად, რომ ეს ვაღიარო ერთი მხრივ შენთან, უშუალოდ შენთან, ხო? და უმავლისთვის ეს შეძლებისამებრ გავითვალისწინო. ხო, აი რა სხვანაირად ურთიერთობაში, ხო? ეს არის ეგრეთ წოდებული ის სამაგალითო აღმზრდელი, რომელიც ბუნებრივია აყალიბებს ზუსტად ამ ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის უნარებს, ხო? გულისხმობ იმას, რომ ბავშვი სწავლობს იმას, რომ შეცდომის დაშვება, ხო, ან რაღაცა მიუღება თუნდაც, ხო, არ არის უპატიებელი და გამოუსწორებელი, ხო, ადამიანებს შეგვიძლია ერთმანეთს ბოდიში მოვუხადოთ, ბოდიშზე აქვს საუბარი, ბოდიშის მოხდასაც რა თქმა უნდა თავისი წესები აქვს, ბუნებრივია და არა მხოლოდ წესები აქვს, არამედ ადამიანები გრძნობთ როგორც წესი, რომელი ბოდიშია წრფელი, ხო, და რომელი ბოდიში მომდინარეობს სინანულისგან და რომელი ბოდიში მომდინარეობს ბრალეულობისგან, ცდისგან, გათავისუფლების ლტოლვისგან, ხო, ეს ორი სხვადასხვა რაღაცა არის. აქედან გამომდინარე, ისინი სწავლობენ იმას, რომ შეცდომის გამოსწორება შეიძლება სინამდვილეში და შეუქცევადად რაღაცები არ ზიანდება. ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხო?
ხშირ შემთხვევაში ასეთ შეცდომებს უშვებთ ურთიერთობაში, რომ შეუქცევადი დაზიანებები არ ხდება, ხო? იმ შემთხვევაში თუ ვაღიარებთ ხოლმე ამას და სწავლობენ ამას ზუსტად, ხო? ეს არის ძალიან მოკლედ, რაც მე შემეძლო მეთქვა აღზრდის შედეგებთან დაკავშირებით, ბუნებრივია უფრო შემეძლო განმევრცელო ალბათ სრულიად ისეთია შესატყვისია ასეთ ტიპის ვებინარისთვის და ნინო შენ გადმოგცემ ახლა ხო ასე ვთქვათ სიტყვას და კი ბატონო ანა მადლობა ძალიან საინტერესო თემა იყო და დარწმუნებული ვარ ახლა ბევრი შეკითხვა იქნება ასე რომ გადავიდეთ